მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა ჰარმონიული ცხოვრების საფუძველი. დღევანდელ სამყაროში, სადაც დროის, სიჩქარის, ინფორმაციის ნაკადები უწყვეტია და გარემო მუდმივ ცვლილებაშია, ადამიანი ხშირად კარგავს კავშირს საკუთარ თავთან. თუმცა, სწორედ ეს კავშირი, საკუთარი სხეულისა და გონების სიყვარულით სავსე გაცნობიერება არის ჯანმრთელი, ბედნიერი და ჰარმონიული ცხოვრების ქვაკუთხედი. ფიზიკური სხეული ის ცოცხალი ტაძარია, სადაც შენი ღვთაებრივი სული ცხოვრობს. მის მოვლას სჭირდება სიყვარული, ყურადღება და ყოველდღიური ზრუნვა. ამისთვის კი პირველ რიგში საჭიროა მავნე ჩვევების მოშორება. რამე თუ ჩვენი სხეული ყოველთვის პასუხობს იმ გამოწვევას, რასაც ჩვენი გულიდან და გონებიდან იღებს. ჯანსაღი ჩვევები კი მისი ჯანმრთელობის გარანტიაა. ესენია: ბალანსირებული კვება, მიირთვი ბუნებრივი, ცოცხალი და სუფთა საკვები. საკვები მხოლოდ ენერგიის წყარო არ არის. ის იწვევს ემოციებს, გავლენას ახდენს გონებასა და სულიერ მდგომარეობაზე. ფიზიკური აქტივობა, მოძრაობა სიცოცხლის ენერგიის გამოღვიძებაა. სეირნობა, ცეკვა, იოგა, ცურვა, რაც გსიამოვნებს და გიხარია ის აირჩიე, ოღონდ ყოველდღიურ რეჟიმში. ძილი და დასვენება. სხეულს სჭირდება რეგულარული ღრმა ძილი, რათა განახლდეს და აღდგეს. ქაოსურ გარემოში დასვენება არ არის სიზარმაცე. ეს არის სიბრძნე. სუფთა გარემო და ჰიგიენა. შენი შინაგანი მდგომარეობა ხშირად აისახება შენს გარეგან სამყაროზე. მენტალური ჯანმრთელობა გონების გაწონასწორებაა. გონება ჩვენი რეალობის შრატი და გარდამქმნელია. როდესაც ის დაბალანსებულია, სამყაროს ნათლად ვხედავთ და სიყვარულით ვპასუხობთ მას. მენტალური ჯანმრთელობის უმთავრესი პირობებია: პოზიტიური აზროვნება, სიტყვები და ფიქრები ენერგიას ქმნიან. დაიწყე დღე მადლიერებით, რაც უფრო მადლობელი ხარ, მით მეტს იღებს სამყაროდან. მედიტაცია და სუნთქვითი პრაქტიკები. ყოველ დღე სულ რამდენიმე წუთით საკმარისია, რომ თავი კვლავ საკუთარ ცენტრში იგრძნო. სუნთქვა ეს არის კავშირი სხეულსა და სულს შორის, რომელიც ღვთაებრივი ენერგიით ავსებს ორივე მათგანს. ინფორმაციული სისუფთავე. რასაც უყურებ, კითხულობ და უსმენ, ამით იკვებება შენი გონება, რომელიც შემდგომ ქვეცნობიერში ილექება და მერე შენგან დამოუკიდებლად განსაზღვრავს შენს ცხოვრებას. ამიტომ აირჩიე ყოველთვის შთამაგონებელი, სამოტივაციო, ნათელი და გონივრული კონტენტი. საკუთარ თავთან გულწრფელობა. არ ეცადო იდეალური იყო. იყავი ის, ვინც ხარ, ანუ ჭეშმარიტი. საკუთარი ემოციები მართე სიყვარულით და არა კრიტიკით. როდესაც სხეული და გონება გაწონასწორებულია, სული იღვიძებს. ამ დროს მატულობს შინაგანი სიბრძნე. მაშინ იწყება ნამდვილი ჰარმონია, როცა შენი ყოფნა სინათლის წყაროა როგორც შენთვის, ასევე სხვებისთვისაც. ისაუბრე სამყაროსთან გულწრფელად. არ აქვს მნიშვნელობა ფორმას, მთავარია ურთიერთობა. იპოვე შენი გზა, ეს შეიძლება იყოს ხელოვნება, სამყარო, დახმარება სხვებისთვის, სწავლა, რასაც შენი სული გთხოვს. ყოველ დღე ჩაატარე პატარა რიტუალი, მაგალითად, გულიდან წამოსული ლოცვა სანთლის შუქის ფონზე, მადლიერების აღნიშვნა, ან ბუნებაში ყოფნა და სეირნობა.
ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა არ არის მიზანი. ეს არის გზა, ცხოვრების სტილი, რომელშიც ადამიანი სიღრმისეულად იწყებს უპირობო სიყვარულს, ყურადღებისა და ღვთაებრივი სინათლის ტრანსლირებას. ასეთი ცხოვრება კი სავსეა სილამაზით, სიმსუბუქით, წარმატებითა და ჰარმონიით. შენ ამას იმსახურებ. შენი ბუნებრივი მდგომარეობა, ჯანმრთელობა, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება და შინაგანი სიმშვიდეა. გაუფრთხილდი საკუთარ თავს. აფრქვია ირგვლივ სინათლე და სიყვარული და მთელი სამყარო გიპასუხებს იმავე სინათლითა და სიყვარულით. გისურვებთ უსასხრო ბედნიერებას.